ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით უმწვავესი სტატია საქართველოში ყოფილმა ელჩმა იან კელიმ და სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დევიდ კრამერმა გამოაქვეყნეს. Just Security-ის პლატფორმაზე დიპლომატებმა საკმაოდ ვრცლად გაშალეს რა ტიპის ავტორიტარულ მმართველობას აყალიბებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს იზოლაციაში აქცევს, საერთაშორისო იზოლაციაში აშორებს დასავლეთს და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის შემდეგ სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის მტრებთან, ამ შემთხვევაში კომუნისტურ ჩინეთთან აყალიბებს, აფორმებს და ასევე უახლოვდება ირანის რეჟიმს. ბუნებრივია ეს არის შემაშფოთებელი იმ პარტნიორებისთვის იმ ქვეყნისგან, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიაში წარმოადგენდა დემოკრატიის შუქურას. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა, ჟურნალისტების დაკავებები, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, სასამართლო სისტემის მიტაცება და მართვა ერთი პარტიის მიერ, ეს არის სწორედ ის ნაბიჯები, რაშიც ხედავენ დიპლომატები ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებას, ერთპარტიული ელექტორალური ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებას და რასაც დიპლომატების აზრით უნდა მოხვდეს როგორც შეერთებული შტატების, ასევე ევროპელი პარტნიორების მკაცრი რეაგირება, რადგან ახლა, როდესაც საქართველოს სრულად ექცევა რუსულ ორბიტაში, აუცილებელია დასავლეთის სწრაფი რეაგირება და პირველ რიგში, რასაც დიპლომატები, რომლებიც მრანაბიჯსაც დიპლომატები ხედავენ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მკაცრი სანქციების დაწესება, როგორც ასე ვთქვათ, აქტივების გაყინვა, ასევე სავიზო სანქციები ქართული ოცნების ლიდერების, მთავრობის წევრების, ასევე ოცნების მსახური მოსამართლების და პროკურორების მიმართ და რაც შეეხება ევროკავშირს, დიპლომატები ფიქრობენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ევროკავშირმაც უნდა ნახოს საკუთარ თავში კონსენსუსი 27 სახელმწიფოს შორის და დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი და რეჟიმის სხვა ფიგურანტები. ერთპარტიული მმართველობის მიღმა, რა თქმა უნდა, დიპლომატები ხედავენ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დღეს ქვეყანა პრაქტიკულად ელექტორალურ ავტორიტარულ ქვეყნად ჩამოაყალიბა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შევა მეტი და მეტი პოლიტიკური ყურადღება და კონკრეტულად რეჟიმის წინააღმდეგ ზეწოლა განხორციელდეს, მანამ სანამ ეს რეჟიმი ამ პოლიტიკის კურსს მიყვება, უარყოფს არჩევნებს, იტაცებს სახელმწიფოს, ატერორებს ადამიანებს, მისდევს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და იღებს იმ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც ყოველკვირეულად აშორებს ჩვენს სახელმწიფოს ნორმალურ ცივილიზებულ მსოფლიოს. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მეტი და მეტი წნეხი და ზეწოლა, მეტი კონკრეტული განპირობებული, ტარგეტირებული სანქციები და მეტი პოლიტიკური ყურადღება ამ რეჟიმის მავნე ანტიქართულ აქტივობებზე არის ერთადერთი სწორი გზა წინ. იმის საპირწონეთ, რომ ქართულმა ოცნებამ გადადგას დემოკრატიისკენ ნაბიჯები, საპირისპიროდ იქცევა შესაბამისად ეს მსგავსი მოწოდებები, რაც ამ სტატიაში არის მოთხრობილი, ბუნებრივად წარმოეშვება, ვინაიდან ქართული ოცნების ერთი გადადგმული ნაბიჯი ანტიდემოკრატიული სისტემის რეჟიმის ჩამოყალიბების მიმართ იქნება სანქციებში შეასახული. ეს ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის, მათ სანქციების ეშინიათ და მათ სანქციები არ სურთ და ცდილობენ დასავლეთის დისკრედიტაციას და აი ის მცდელობა, რომ თითქოს სანქციებს ჩალისფასი აქვს, რასაც ქართული ოცნება ხშირად იმეორებს, სწორედ აი ამ შიშის არის განპირობებული. ამიტომ დასავლურმა სამყარომ შანსი მისცა ქართულ ოცნებას, მაგრამ ამ შანსის გამოუყენებლობასთან ერთად იზრდება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და იმ ბიზნესების სანქცირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს უწყობს ხელს. პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ის, რომ მათ მიერ დაწესებული სანქციები, მათ მიერ ოცნებასთან არჩეული პოლიტიკა უნდა იყოს იმდანად მწვავე, რომ ოცნებამ ვეღარ შეძლოს ქართული ხალხის მოტყუება და ასე ვთქვათ, იმედის მიცემა, რომ თურმე ისინი მათ შესწევთ უნარი და რესურსი, რომ ამერიკასთან გადატვირთონ ურთიერთობები და თუ სანქციები ვინმეს მიმართ უნდა დაწესდეს, რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში ოცნების მაღალჩინოსნები. ანუ ის კერძო პირები, ინდივიდები, რომლებიც უშუალოდ და პირადად არიან პასუხისმგებელი საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციაზე, იმაზე, რომ დღეს საქართველო ექცევა სრულ იზოლაციაში.
დიქტატორული რეჟიმი სწორედ ასე ახასიათებენ იან კელი და დევიდ კრამერი ბიძინა ივანიშვილის მმართველობას საქართველოში და მოითხოვენ მყისიერ რეაგირებას ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. ეს სტატია პრაქტიკულად არის ასახვა იმისა, რა განწყობებია დღეს შეერთებულ შტატებში ქართული ოცნების მმართველობის მისამართით. ქართულ ოცნებასთან მაღალი დონის კონტაქტები შეერთებული შტატების მთავრობას არ აქვს. მიუხედავად ამისა, ოცნება მაინც ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი არის დაწყებული, რაც რა თქმა უნდა წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რადგან სახელმწიფო მდივანიც მარკო რუბიოც ისევე როგორც კონგრესში, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის სენატორები და წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ ქართული ოცნება არის ძალა, რომელიც ქვეყანას აშორებს დასავლეთს და რომელიც პასუხისმგებელია საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე. შესაბამისად, იქამდე სანამ ქართული ოცნება არ შეცვლის ქცევაზე ტრაექტორიას, ეს არის მარკო რუბიოს სიტყვები, ურთიერთობების გადატვირთვა შეერთებულ შტატებთან ვერ მოხერხდება.